გამარჯობა როგორ ხართ? დარწმუნებული ჩემი გაკვეთილები უკვე გამოგადგათ და მინდა გითხრათ შემოთქმულებო და გვრიტებო, რომ თქვენი სურვილი თუ იქნება, გაგრძელდება გაკვეთილები, საგამოსტოდაც უეჭვერად გამოგადგებათ. ვერ შეგვიდებით რომ ეს ვიდეო გაკვეთილები ისეთივეა როგორც პირადად ჩემთან 1 საათიანი თუ საათნახევრიანი და ხშირად 2 საათიანი მეცადინეობაც, მაგრამ დარწმუნებული ყავით რომ ზღვარის გადალახვასაც შეძლებთ და უფრო მეცაც. მიგზავნიან მაგალითად კითხვებს წელს მივიღებთ თუ არა აბიტურიენტებს ამ წლის გამოცდების 2025 წლის გამოცდების გიპასუხებთ რომ გავწვალდები, მაგრამ უარს ხომ ვერ გეტყვით შემოთქმულებო. ასევე გეტყვით რომ მე მიყვები გამოცდების ეროვნული ცენტრის პროგრამები შეგიძლიათ ამ ცენტრის გვერდზე იხილოთ და მათ შორის არის ისტორიაშიც. ისე რომ საკითხები არ გამოგრჩება, რატომ ვამოფეხლა ამას ერთმა კარგმა ადამიანმა იკითხა კომენტარებში პომპეუსი, რატომ გამოვტოვეთო? არ გამოვტოვე, აუცილებლად დავუბრუნდები, ეს ცალკე საკითხია, როდესაც მივადგებით ამ საკითხს, მე რა თქმა უნდა აგიხსნით, ახლა კი შეუდგეთ საქმეს, რომ მისი პირი და მისი საშინელი საგარეო პოლიტიკის შესახებ. ოქტავიანი იყო როგორც იცით პირველი იმპერატორი, მისი იმპერატორად გახდომით რომში დასრულდა რესპუბლიკის ხანა და დაიწყო იმპერიის პერიოდი. გახსოვთ თქვენ რომ იყოფა სამხანად, მეფეთა ხანა, შემდეგ რესპუბლიკის ხანა და ეს ახლა უკვე მესამე პერიოდია ოქტავიანის იმპერატორობით დაიწყო მესამე ხანა ისტორიაში არის რომის იმპერიის ხანა. გარეგნული ფასადი მას რესპუბლიკური ჰქონდა შენარჩუნებული, ვითომ ატყუებდა ოქტავიანი ხალხს რომ უგეშინათ რესპუბლიკას არ ვამხობო, სინამდვილეში ის გახდა იმპერატორი და მან შეინარჩუნა ავტორიტარული ძალაუფლება. როგორც სამხედრო დიქტატორმა, როგორც პირველმა პირმა და ასე შემდეგ. მთელი რიგი უფლებამოსილებები მას სამუდამოდ მიენიჭა მთელი ცხოვრების განმავლობაში, სახალხო უმაღლესი ტრიბუნიც ის იყო, უმაღლესი ცენზორიც ის იყო და მოკლედ არც ეს ტიტულზე არ უთქვამს უარი. სახელმწიფოს პირველი მოქალაქე ასე ეწოდა მას, რაც ჟღერს როგორც პრინცეპსი პირველი ფაზა, მოიცავს სწორედ პრინციპატის სახელით ცნობილ პერიოდს, იმიტომ რომ პრინცეპსმა ავგუსტუსმა დაიწყო ეს მმართველობა იმპერიის პირველი ხანა. მეორე ხანას ცოტა სხვანაირად თქვია, მივადგებით ამ ხანასაც. ამავდროულად ეს პერიოდი რომაული მშვიდობის სახელითაც არის ცნობილი, თუმცა სერიოზული დაპყრობები ჰქონდა ამ განმავლობაში, გააფართოვა აფრიკული გერმანული ტერიტორიის საფლობელოები, ესპანეთის დაპყრობაც მოახერხეს ამ პერიოდში. სხვა შიდა რეფორმებიც ჩაატარა, მაგალითად საგადასახადო რეფორმით არის აღსანიშნავი, შექმნა რეგულარული არმია, პრეტორიანელთა ელიტური გვარდია, პოლიცია, სახელმწიფო სამსახური და ამ რეფორმებმა გაზარდა ეკონომიკური შემოსავალი, ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდა, დაიწყო მშენებლობები და ასე შემდეგ. მოკლედ ოქტავიანის საპატიცემულოდ, ისევე როგორც თავის დროზე იულიუსის საპატიცემულოდ, ერთ-ერთ თვეს უწოდეს ოქტომბერი, ხოლო იულიუსის საპატიცემულოდ უწოდეს ივლისი. ძველი წელიწადის 14 წელს გარდაიცვალა, ის შეცვალა ტიბერიუსმა და ამის შემდეგ კიდევ დაიწყო გაფართოება და მთელი მცირე აზია, მაკედონია, ჩრდილოეთ ალჟირი, გალია, ეს ტერიტორიები შეგიძლიათ უკაზე ნახოთ, დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია იყო გალია, ბრიტანეთის ასევე ნაწილიც შედიოდა რომის შემადგენლობაში, თუმცა მესამე საუკუნეში ახალ წელთაღრიცხვისა დაქვეითების პერიოდი გვაქვს, ეგრეთ წოდებული ჯარისკაცთა იმპერატორების პერიოდი არის. ჯარისკაცები კი არ ხდებოდნენ იმპერატორები, მაგრამ ჯარისწრიდან ხდებოდნენ და ერთ-ერთი იყო დიოკლეტიანი, რომელსაც იმპერია და 2 ნაწილად, ასევე 4 ნაწილად და ასევე კიდევ 12 ნაწილად, რომ პრინციპატი დამთავრდა და დომინანტი ეძახიან ამ პერიოდს. სხვათა შორის დიოკლეტიანის დროს მოღვაწეობდა უდიდესი წმინდანი, წმინდა გიორგი, რომელიც მთავარსარდალი იყო დიოკლეტიანის, რომელმაც ქრისტიანობისათვის თავი დადო. თუმცა დიოკლეტიანის რეფორმებმა ბოლომდე ქვეყანას ვერ უშველა. მან ასეთი წესი შემოიღო, რომ იმპერატორი უნდა გარიყო ბოლოს და ის მართლაც 5 წელს გადადგა და წავიდა კომპოსტების მოყვანა დაიწყო და შემდეგ დაატყდა არეულობა ისე რომის იმპერიაში დედა შვილს არ აიყვანდა და ბოლოს ამ ბრძოლაში ამ ურთიერთდაპირისპირებაში გაიმარჯვა 2 კაცმა, ის იყო კონსტანტინე დიდად წოდებული და მეორე იყო ლიკინიუსი ან ლიცინიუსი, შეიძლება ორივე სახელით შეხვდნენ. რატო იყო 2? იმიტომ რომ ხო ესეთი პრინციპი შემოიღო მმართველობისა კონსტანტინემ და ეს 2 განაგებდა ერთმანეთს. კონსტანტინეს არ მოწონდა ეს მეორე თანაიმპერატორი. მას უნდა რომ თვითონ ყოფილიყო მაგარი, ძლიერი, ერთადერთი განუმეორებელი და 320 წელს ლიცინიუსი მოაკვლევინეს და კონსტანტინე ხდება მთელი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი. კონსტანტინე დიდად ქრისტიანებმა მოაცხადეს, ასევე მოციქულთა სწორი უწოდეს, იმიტომ რომ მის დროს 313 წლის ედიქტით შეწყდა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანების სახელმწიფო ბეგარისაგანაც გაათავისუფლეს. მიაქციეს ყოლადღე, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად არ გამოუცხადა, ხშირად სახელმწიფოებში არის ხოლმე გაპარებული ეს შეცდომა, მან უბრალოდ ნებადართულ რელიგიად გამოაცხადა, თუმცა თვითონ როგორც ქრისტიანი ბოლოს გახდა, ასე რომ ვთქვათ, ოფიციალურად ბოლოს მოინათლა სიცოცხლის ბოლო წლებში.
მან ასევე მის დროს პირველი საეკლესიო კრება ჩატარდა მსოფლიოს პირველი საეკლესიო ქრისტიანული კრება და მთელი რიგი საკითხები, რითაც დღეს ქრისტიანები ცხოვრობენ, კონსტანტინეს დროს იქნა დაწესებული. კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ ეს ხელზე რითი ვარ ნაკლებია, თუ მაგარი ქალაქი არ ამაშენებდა, ესეთი ქალაქი ააშენა ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, სადაც დღეს არის სტამბული, სადაც ადრე იყო ბიზანტიონი, აი კოლონიზაცია რო იყო და მე რო გითხარით თქვენ კოლონიზაციების დროს ბერძნევარი კოლონია დაარსეს ბიზანტიონის სახით, აი გააშენა მან ახალი ქალაქი, რომელსაც თავისი სახელი დაერქვა კონსტანტინოპოლი, ბერძნულად კონსტანტინეს ქალაქი, ასე ჟღერს ალბათ ჩემი სახის ხო და რა უჭირდა პრინციპში, მაგრამ არ დაარქვა. მე აქ დედაქალაქი გადაიტანა. ეს რომი რაღაცა ურციათ ექცეოდნენ ამას. 395 წლისათვის ერთიანი რომის იმპერია ისევ ერთხელ დაიშალა, როდესაც კონსტანტინეს შთამომავალმა თეოდოსმა იმპერატორმა თავის ორ ვარს გაუყო. ასე იგი დაიბარდა უთხრა ბიჭები, ხო მე ვერაფერს ვერ გიტოვებთ თქვენ განსაკუთრებულს რაღაც ესე მერსედეს და რაღაცებსო, მაგრამ სამაგიეროთო იმპერიას გაგიყოფთო ეს ერთი ქონდეს მეორეს მეორეო. ჰონორიუს და არკადიუსი ასე თქვა ამ იმპერატორებს და ეს იყო საბოლოო გაყოფა რომის. დასავლეთ რომს გერმანული ტომები ესხმოდნენ თავს 400 წელს აიღეს, მანამდეც კიდევ რამდენჯერმე აიღეს, ააოხრეს, მიაოხრეს, მოხრეს, თუმცა დასავლეთ რომის დაცემის ბოლო წლად ითვლება 476 წელი, როდესაც ის ასევე გერმანულ ტომებმა აიღეს ოდოაკრის მეთაურობით, მან ბოლო იმპერატორი რომელს ტახტიდან ჩამოვიდა და თქვა, რომ მე ვარ მეფე ამ იერიდან და დამთავრდა ამით დასავლეთ რომის არსებობა. თუმცა სამაგიეროდ გააგრძელა არსებობა აღმოსავლეთ რომის იმპერიამ, რომის დედაქალაქიც იყო კონსტანტინოპოლში, როგორც უკვე გითხარით, და რომელმაც 1453 წლამდე იარსება ბიზანტიის იმპერიას, ასე უწოდებდნენ მას მეცნიერები. და აქვე დამატებული ამ საკითხში მიმატებული რომთან არის ქრისტიანობის წარმოშობა და გავრცელება. წარმოშობა და გავრცელებას რაც შეეხება, ის წარმოიშვა იუდაისტური რელიგიის წიაღში. ეს იმას ნიშნავს, რომ იუდაიზმი რელიგია ებრაელების საფუძველი არის ამის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ პალესტინაში, ისრაელში, სადაც დაიბადა როგორც იცით იესო ქრისტე ბეთლემში, მაშინ როდესაც ეს ტერიტორია იმყოფებოდა რომის იმპერიის შემადგენლობაში. ქრისტიანობა თვითონ არ უკადაგია ქრისტე იქ მოღვაწეობს არ გაცილებია ისრაელის საზღვრებს, მისმა მოციქულებმა იქ ადაგეს, მას ყავდა 12 მუდმივად ახლო მყოფი მოციქული, ასევე ყავდა კიდევ 70 მოციქული და ეს 12 მოციქული და 70 მოციქულის ქრისტეს აღდგომის შემდეგ გაიფანტნენ მთელ მსოფლიოში, იმდროინდელ სამყაროში და დაიწყეს ქადაგება, მათ შორის თქვენიც რომ საქართველოშიც იქადაგეს და ამას მე როდესაც საქართველოში ქრისტიანობას გავრცელებას შევეხებით ცალკე საკითხად მაშინ ვისაუბრებთ. ქრისტიანები თავიდან იდევნებოდნენ, აი გითხარით ეხლა კიდეც კონსტანტინეს 313 წლის ედიქტამდე მათ დევნიდნენ საწოდებს, რაღაც ძიმე დღეში აგდებდნენ, მაგრამ ვერ მოერივნენ, მიუხედავად რომ უამრავი მათგანი ამოჟლიტეს, მხეცებს შეაჭამეს, 12 მოციქულმა თითქმის სიცოცხლე წამებით ან მკვლელობით დაასრულა, სოლის მკვლელობით, ერთადერთი მოციქული, რომელიც თავის სიცოცხლით გარდაიცვალა, თავისი ბუნებრივი სიცოცხლით გარდაიცვალა, ეს იყო სახარების ერთ-ერთი ავტორი იოანე მოციქული. სოფლიო კრებების დროს დადგინდა, რომელიც წიგნები უნდა შესულიყო ბიბლიაში, რომელიც წიგნები უნდა შესულიყო ახალ აღთქმაში და როგორც იცით ქრისტიანობის შესახებ სწავლებას ერთად გამოცემულია 4 სახარებაში, 4 სახარების ავტორი გვყავს და მათ შორის ეს იოანე რო დავასახელე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ქრისტეს უშუალო მოციქული, ყვაის მოციქული გაიხსენეთ თუ ქრისტიანობასთან ახლოს ხარ. ეს იოანეს მოციქული იყო, რომელიც ჯვარზე წმის დროს უახლდა ქრისტეს. ქრისტიანობის გავრცელება მიმდინარეობდა რთული პროცესების ფონზე, თუმცა 313 წლის ედიქტმა მას ხელი შეუწყო, ეს არ იფიქროთ რომ მე აღარ ყოფილა დევნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონსტანტინეს ედიქტმა მას ხელი შეუწყო და ამიტომაც ის იწოდება მოციქულთა სწორადაც. ეს იყო როგორც იქნა დავამთავრეთ რომის საკითხები, რაც შეიძლებოდა მესაუბრა აი ამ მოკლე პერიოდში და დანარჩენს რა თქმა უნდა გავაგრძელებთ შემდგომი საკითხების შესწავლასაც. თქვენთვის არ შეგეშინდეთ, არ ჩაგთვლიმოთ იშრომეთ, იკითხეთ, მოусმინეთ, აქ ბევრი შრომა არ დაგჭირდებათ, ფაქტობრივად ჩემი შრომა გადმოგეცემათ თქვენ და ყველაფერი კარგად იქნება, სანამ მე თქვენ გვერდით გეყოლებით, აბა ჯერჯერობით გემშვიდობებით.